მაგრამ აი უამრავი შეცმუნებული ჩერდება ქრისტეს უკანასკნელი მოთხოვნის წინაშე. არამედ გეტყვით თქვენ, რომელთა ეგე გესმის, გიყვარდეთ ტერნი თქვენი, კეთილს აუყოფდით მოძულეთა თქვენთა და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და ილოცევდით მათთვის, რომელნი გძლავრობენ თქვენ. გიყვარდეს მტრები განა იოლია ეს? არა, ეს საკმაოდ რთულია. ეს ქრისტეს უმაღლესი მოთხოვნაა და რადგან იგი მოითხოვს, ეს ნიშნავს, რომ ამის შესრულება შესაძლებელია. რამე თუ შეუძლებელს ის ჩვენგან არ მოითხოვს. რთულია ეს, ვიცი რომ რთულია, მაგრამ შევეცდები პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე. 60 საკითხავში მოისმენთ, რომ თავად პავლე მოციქულსაც მოვლენილი ჰქონდა საწერტელი ხორცთა, რომელიც გამუდმებით ავნებდა მას. წმინდა მოციქულისათვის აუტანელი იყო ეს, ამიტომ სამგზის შეევედრა უფალს, რათა თავი დაეღწია ამისაგან. მაგრამ როგორი პასუხი მიიღო? კმარ შენ და მადლი ჩემი. რამე თუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრული ქმნების. უმჯობესია უკვე და უფრო ის ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაითა დაიმკვიდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან. უფალმა ბრძანა და გააგრძელონ უკეთურების ქმნა, ვინაიდან მისი ღვთაებრივი ძალა უძლურებაში იძენს სრულყოფილებას, როდესაც აბუჩად იგდევნიდნენ, როდესაც ვიტანჯებით, სწორედ მაშინ ძლიერდებით ღვთაებრივი ძალით, მადლისმიერი ღვთაებრივი შემწეობით. თუ კი ჩვენ დაგვიდგება დრო, ვითმინოთ ბოროტი ადამიანებისაგან, ხორცის შემბილწველთაგან ყოველგვარი სისაძაღლე, აბუჩად აღდება, შეურაცხება, როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ ჩვენ. ისე ჯერ კიდევ როგორც გვასწავლიდა ძველი სოლომონ ბრძენი. მისი სიტყვები გაიმეორა წმინდა პავლემ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, დიდებული სიტყვები ახსავსე ძალითა და სიმართლით. თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე, თუ სყურია წყალი ასვი, რადგან ამით მითავზე მუგუზალს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის. დაწვავს ეს ანთებული ნაკვერჩხლები მის შაუბნენ გულსაც კი და შეიძვრება იმით, რომ მის ბილწობაზე თქვენ სიმშვიდითა და თვინიერებით პასუხობთ. არსებობენ საზარელი მტრები, მკვლელები და ავაზაკები. როგორ შეიძლება მათ მიმართ სიყვარულით განვიმშოლოთ? თუ შესაძლებელია ავაზაკებისა და მკვლელების შეყვარება? თუმცა არსებობენ წმინდანები, რომელთათვისაც ეს შესაძლებელი იყო, რომლებიც ბოროტმოქმედებს სიყვარულით პასუხობდნენ. ასეთი იყო მაგალითად ღმერთშემოსილი მამა სერაფიმ საროველი. როდესაც იგი უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდა, მას ყაჩაღები დაესხნენ თავს. ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანეს, ჩაუმტრიეს ნეკნები და თავის ქალა გაუტეხეს. ის დიდხანს ავადმყოფობდა და სასიკვდილოდ და სასტიკად იტანჯებოდა, ვიდრე მის ტანჯვას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა წერტილი არ დაუსვა. დედა ღვთისამ განკურნა, იცით თქვენ, სერაფიმ საროველი ამ წყლულების გან. ყაჩაღები შეიპყრეს, ისინი მახლობელი სოფლის გლეხები აღმოჩნდნენ. მათ სასამართლოს წინაშე მოუწიათ წარდგომა და კატორღა ემუქრებოდათ. როგორ მოიქცა ღირსი სერაფიმე? მთელი ძალით ხურვალე გულით მოითხოვა, რომ ეს ბოროტმოქმედები არ დაესაჯათ და მონასტრიდან წასვლითაც იმუქრებოდა. წმინდა სერაფიმეს თხოვნით მათ თავი დაანებეს, მაგრამ უფალმა ისინი დასაჯა
მათი ქოხები ხანძრებმა შეიწირა. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავად ეხმარებოდნენ ძარცველებს. ბევრი წმინდანის ცხოვრებაში აღწერილი ქურდებს რომ მიუსწრებდნენ, თვითონ ეხმარებოდნენ ამ ტვირთვის დადებაში. და მერე კი ქურდები გაუგნებული იყო, ზოგი ქურდობას თავს ანებებდა და მოწაფე ხდებოდა ამბერის. აი წმინდა სპირიდონ ტრიუმფუტელის ცხოვრებაში არის წყემსები, მაგას წყემსი იყო წმინდა სპირიდონი და ცხრები ყავდა. და ქურდები მივიდნენ ცხრების მოსაპარად. და ღმერთმა ისინი გაბოჭა, ვერ წავიდნენ. და ცხრებთან ერთად იჯდნენ. და დილით რომ მივიდა, უთხრა უქადაგა არ უნდა მოიპაროთ, არ შეიძლება ესეთი რაღაცაო, ცხარი აჩუქა და გაუშვა. და არა მარტო წმინდანები და ქურდობაზე. აი რამდენი ყოფილა ისტორიაში რომ კვლელებისთვის უპატიებიათ. აი დედას უთხოვს თავის შვილის კვლელზე რომ არ დახრიტოთ. აი ილია ჭავჭავაძეზე ისიც მისი ცოლი მივიდა და თქვა რომ გაეშვათ. არ დაესაჯათ. ასეთი უამრავი შემთხვევა. თუ კი იმ ადამიანებს ჰქონდათ ძალა ამისა, ჩვენც შეგვწევს ამის ძალა და მათ უნდა მივბაწოთ. ამრიგად უფალი არ გვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ადამიანის ძალებს აღემატება. იგი უმაღლეს მოთხოვნებს უყენებს ნათესავს რჩეულს, წმინდა თესლს, რომელიც არის ერი, მის მიერ მოგებული. მას და მათგან ის მოითხოვს იმგვარ სრულყოფილებას, რომელიც თავად უფლისთვისაა დამახასიათებელი. რამე თუ გესმით თქვენ, რომ ვინც მის რთულ მოთხოვნებს აღასრულებს, უფალი ბრძანებს, რომ ისინი უზენაესი შვილებად იწოდებიან. იყვენი თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს. და რომ გეუბნება ღმერთი, რომ მამა შენი მოწყალე, ესე იგი შენ ხარ იმისი შვილი. ღვთისმშვილობას გაძლევს ღმერთი ამითი. მათე მახარებელი ამ სიტყვებს სხვანაირად გადმოგცეთ. იყვენი თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულას. გესმით, უფალი ჩვენგან ქრისტიანებისაგან ითხოვს, რომ ისეთივე სრულყოფილი ვიყოთ, როგორიც თავად არის. ითხოვს ისეთივე უსაზღვრო დიდ გულმოწყალებას, როგორიც ზეციური მამის გულმოწყალების დარია. რამე თუ მზე მისი აღმოვალს, ბოროტა ზედა და კეთილთა დაწვიმს, მართალთა ზედა და ცრუთა. მოითხოვს ისეთი უკიდეგანო და უსაზღვრო სიყვარულს, როგორიც უფალი იესო ქრისტეს ჰქონდა, რომელმაც ადამიანთა მოდგმის გამოსახსნელად მთელი სამყაროს ცოდვების აღსახოცელად ხორცი შეისხა, ცხოველსყოფელი ჯვარი და სიკვდილი დაითმინა და ამით განღრმავებისაკენ გზა გაგვიხსნა. ღმერთკაცობა თითეული ადამიანის ცხოვრების მიზანია. ცხოვრების მიზანი სრულყოფილების მიღწევა სიყვარულში, სიწმინდესა და სიმართლეში. ხოლო ამისათვის დაუღალავად უნდა ვიშრომოთ, რათა საბოლოოდ განვიწმინდოთ გული. როდესაც ადამიანი ხანგრძლივად ზრუნავს ამაზე და გულს ყოველგვარი მანკიერებისა და ცოდვებისაგან გაითავისუფლებს, მაშინ ასეთი გული სულიწმინდის სამონე და ღმერთის ტაძრად იქცევა. მაშინ მიაღწევს იგი სიყვარულს, იმ სიყვარულს, რომელიც საშუალებას მისცემს ქრისტეს აგრერიგად მაღალი და სრულყოფილი მოთხოვნები აღასრულოს. მას მიზნად დაისახეთ გულის გაწმენდა და სიყვარულის მოხვეჭა და ეს თქვენი ცხოვრების მთავარი ამოცანა გახდეს, რათა სულიწმინდის სავანეთ იქცეთ. ინებოს და შეგვეწიოს უფალი ქრისტე თავისი ღვთაებრივი მადლით. ამინ. ხლეს სიტყვები პირდაპირ გვეუბნება ნათლად წარმოგვიჩენს რა არის გასაკეთებელი.
პირველი მოთხოვნა, რაც წარმართებს უთხრეს მოციქულებმა, უთხრესო სხვებს, ისი არ მოექცეთო, როგორც თქვენ არ გინდა მოგექცნებათ. როგორც წმინდა ლუკა ბელთავარი ამბობდა, რომ მოისმენს ალალეკაც იტყვის, ეს როგორ მევიხდი, თვითონ ესე უნდა გამეკეთებინაო, რა თმინდოდაო, მაგრამ თუ ჩაუღრმავდები, რთული შესასრულებელია. მაგრამ ვინც ამას შეასრულებს, იმას უყვარს მოყვასი. ერთმა მოგცეს ამისი ძალა. ერთ პატარა მაგალითს გიტყვით. ძალიან მარტივს, რომელიც ყველა შეუძლია შეასრულოს, მაგრამ არ ასრულებს. სტუმართ მოყვარეობა. თუ დააკვირდები თანამედროვე ადამიანებს, სტუმრების მისვლა აღარ უყვართ. იცით როგორ სტუმარს ეძებენ, რომ მივიდეს მასთან, რომელთანაც დაისვენებს. ცოლ-ქმარი მოვა ერთი შვილით, ეს ბავშვის დიდია, სახს არ აგირებს, არ დაგირებს. ეს კაცი ისეთია, რომ დინჯია, მშვიდია, როდალებს ოფოფები არ გამოუვა. ცოლიც მშვიდი ყავს. მაგრამ მეორე მეგობარი, რომელიც წყარი კაცია, მშვიდია, შეიძლება ღვინოს არ დაალიოს, ესეთი მორიდებულია, მაგრამ 8 შვილი ყავს, ის არ გინდა რომ შენთან მოვიდეს. მოვლენ იმის შვილები აურევენ, დაურევენ, გადააგრევენ, გადმოაგრევენ, ყველაფერს და არ გინდა რომ მიიღო. ეხლა უფალი ჩვენგან ნახეთ რას მოითხოვს, რომ ყველაზე კარგები უნდა ვიყოთ. სოფელს აყოლილ ადამიანებს არ ეუნება ღმერთი, რომ მოყვას ისე მოექცეს, როგორც თავის თავს. ჩვენ გვეუნება, გამორჩეულ ხავს და შენ ახლობლის მიღება არ გინდა, იმიტომ რომ ბევრი მოვლენ შენთან. და არეულსას, დალაგებულსას აგირევენ. მე რა? შენ რო გიჭირს გინდა რომ ვიღაცა მოგიხმაროს. შენ რო ყავდეს 8 შვილი, ნეტა ვინმე შემომიაროს, რომ ამოვისუნთქო, ფიქრო. და შენთან რომ მოვიდეს ასეთივე ადამიანი არ გინდა. ამის შვილობა კი 8 იქნება თუ 16, მაინც იცელქებენ, მაინც აურევენ ყველაფერს. აი ესეთ რაღაცეებშიც კი არ ვარგივართ. და არა ეხლა იმაში აქ რაც არის ჩამოთვლილი. ხშირად ამბობს ხოლმე ზოგი ადამიანი, აი ბავშვებშია უფრო ხშირად. აუ ამასთან კომფორტულად ვარ, რა და სულ იმასთან. ერთი იმას კითხე, ის არის შენთან კომფორტულად? რო გიძლებს? უყვარ ხარ და ის გიძლებს. მაგრამ შენ იმათთან მეგობრო, ვიც მოგწონს. რომ ხოტბა შეგასხავენ. არ გამხელენ. ან შეიძლება არც არაფერი არ გითხრას კაცო, მაგრამ გაჭირვებულია. ვერაფერს მოგიტანს, არაფერი არა აქვს და არ გინდა. იმაზე კი ოცნებობ, რომ მდიდარმა ახლობელმა გამოგიაროს. ფული ჩაგიდოში ბეში. ბავშვებს აჩქრები მოუტანოს. და შენ ამ დროს კაცი მოგადგება და გთხოვს ფული მას ესხევ. შეიძლება იცი რომ ვერ გადაგიხდეს, მაგრამ თავს იმართებ, ესო ვერ გადამიხდეს, რომ მოდი არ დავეხმარებო. აბა იმის ადგილას დადექი. შენ რომ ისულიყავი. ეგეთ მდგომარეობაში რა გინდოდა იქიდან მოგესმინე. კლეიმას აღარ ვამბობ, რომ პატ სერაფიმ საროველმა გააკეთა და წმინდა სპირიდონმა გააკეთა და იმ დედემა გააკეთეს, ვისაც შვილები მოუკლეს და სასამართლოზე ამბობდნენ, რომ არ დასაჯოთ. იმათმა აჩვენეს, რომ შეასრულეს ეს ყველაზე დიდი მოთხოვნა ღვთისა, რაც ადამიანს უთხრა ღმერთმა. ჩვენ ელემენტარულსაც ვერ ვაკეთებთ. და პრეტენზიები დიდი გვაქვს. ეს სიტყვა რომ დავიწყეთ კითხვა, იქ არ ვიცი, მეაქცია თუ არა ყურადღება, მაგრამ იცით რას ამბობს უფალი? ღმერთმა თავისი მცნებები მისა უბრალო ხალხს. თავდაბლებს. ყველაზე კარგად ეს სიტყვები მოციქულებმა გაიგეს, იმიტომ რომ უბრალო და თავდაბლები იყვნენ და სწავლულებს იმათ, ვისაც პრეტენზია აქვთ, რომ ჭეშმარიტება იციან. იმათ არ უთხრა უფალმა ეს, იმიტომ ისინი ვერ გაიგებდნენ.
ჩვენ ხშირად უნდა ვკითხოთ ხოლმე ჩვენ თავს. ხო არ გონია რომ ყველაფერი ვიცით? ხო არ გონია რომ მოყვასე მეტი ვიცით? აი ეს მოთხოვნა რომ შეძლო მოყვას ემსახურო, მოყვას ის გაუკეთო, რაც შეგინდა გაგიკეთო, პირველ რიგში ამპარტავანი არ უნდა იყო. ამპარტავანმა კაცმა მოყვასის დანდობა არ იცის. ასე წართმეული აქვს. უნდა იყო მშვიდი. იესო ქრისტე ამბობს, მე ვარ მშვიდი და თავდაბალი, მე მომბაძეთ. თუ ესეთი არ ახარ, ვერ გააკეთებ მაგას. შეიძლება თქვა, რომ ხლა როგორ არ ვიპარტავნო, გონიერება მაქვს. თუ გონიერი ხარ, უნდა მიხვდე, რომ ამპარტავანი არ უნდა იყო. რო ხარ ამაყი და ამპარტავანი, ამბობ, რომ უგუნური ხარ. და ამ დროს პრეტენზია გაქვს გონიერებაზე. მრისხანებ. იგივე აი ცუდად მოგექცა, შენ ცუდად გინდა მოიქცე. იმის გარეთი განსხვავდები. არაფრით. აი დაკარგალი რაღაც იყო, ითქვა. შენ მტერს რო აჭმევ. შენ მტერს რო წყალს დაალევინებ. ეს სოლომონ ბრძენის სიტყვებია, პავლე მოციქულის იმეორებს. იმის თავზე დადე მუგუზალი. ეს ნაკვერჩხალი წვავს ამ ადამიანისში მრისხანებას, უნებას, სიძულვილს, შენდამი და ხვდება რომ შენი მტერი არ უნდა იყოს. და დიდ ჯილდოს მიიღებო და მოდი ამ ჯილდოს დავუწყოთ ზებნა. ეს ერთ-ერთი წმინდანის სენებაა, რომელიც ეკლესია ამბობს იყო მოწყალე. მთელი ქონება დაარიგა იმაში, რომ მოყვასიან უგეშებინა, გაღარიბდა, გაღატაკდა, დასნეულდა, წყლულებით იყო დაფარული, ყარდა. და რო კვდებოდა ცოლი დარდობდა, ძალიან დიდი ქარიშხალი იყო, რომ დასაფლავებაზეც არავინ არ მოვა. იცით რა უთხრა ამ ადამიანმა თავისობს? ნუ გეშინიო, მე რომ მოკვდები ქარიშხალი ჩადგება. რო გარდაიცვალა ქარიშხალი ჩადგა. წყლულები საიდანაც მყრალი სუნი ამოსდიოდა, გაუქრა და კეთილ სუნელებას აფრქვევდა. ღმერთმა ყველას უთხრა, რომ ეს იყო წმინდა ადამიანი. ჩვენ თუ იმას ვერ შევძლებთ, რომ მთელი ცხოვრება სხვებს დაურიგოთ. ის ხომ მაინც უნდა შევძლებთ, რომ ქონება არასწორად არ მოიხვეჭოთ. არ მინდა სიტყვა გამიგზრდეს, მაგრამ ერთი რაღაც მაინც მინდა გითხრათ. ერთი ბერი საუბრობს ხშირ ზიარებაზე, რომ ხშირი ზიარება კარგია. და ამბობს, რომ მოძღვარი თუ კაცოთისო ხშირად ეზიარე, არ არის საჭირო, რომ ყოველი ზიარების წინ ახსარება თქვას. რაღაც პერიოდი შეიძლება ეზიაროს. სანამ სინდისი ეტყვის, რომ რაღაც დაუგროვდა ცოდვები და კიდე ეტყვის ახსარებას. და იმ ცოდვებში, რომლის გამოც აღარ უნდა ეზიაროს. და უნდა მოძღვარს უთქვას. იცით რას ამბობს ერთ-ერთს, სხვებს აღარ ჩამოთვლი. რომ ხელფასი თავის დროზე არ მიცა თავის მუშას. აღარ უნდა ეზიაროს. დიდ მომაკვდინებელ ცოდვებთან აიგივებს ეს ბერი და რატო? იმ კაცმა იმუშავა. და ის სახში უნდა წაიღოს. მშიერი შვილი ელოდება. ცოლი ელოდება. წელებზე ფეხებს იდგავდა, რომ ის ხელფასი მიიღო და შენ რატო არ აძლევ? რატო უგვიანებ?
ქურდობ. ესეთ ადამიანს შეიძლება ტაძარში იდგას ესე თავს იქნევდეს, რომ არც ესალმებიან, მაგრამ თავს იქნევს, გონია მაგას ესალმებიან, რომ დიდი კაცია, ბევრი ფული აქვს და თავს კი არ უნდა ეწონებდეს. წავიდეს და ყველა ხელფას დაურიგოს თავის დროზე. თან ისეთი თვითონ როგორიც უნდა რომ აიღოს. თან ისეთი ორკაპისო გადაუგდებს, რომ შეერი არ მოგდეს. აი, ვინასრულებს აემცნებას. მოეკეცი სხვას, როგორც კიდე მოგეცნენ შენ. ეხლა აღარ გავაგრძელებ. ერთმა ყველას მოგცეს ამის ძალა. რადგან ღმერთმა ეს მცნება მოგცა, ამის შესრულება ყველა შეგვიძლია. ყვილად ღმერთი არაფერს ვერ დაგვავალებს. რომ უსამართლო გამოვა, ისეთ რამეს გავალებს, ასაც ვერ ასრულებ და მე ღჟის. და ღმერთი ესეთი არ არის. პირიქით, ყოველთვის ისეთ რამეს გვავალებს, რომელიც გაგხვდის უკეთეს. თუ შეასრულებ, განიღმრთობი. აღეთ აქ იყო თქმული, ყველა ადამიანის მოვალეობა გახდეს ღმერთკაცი. ღმერთი არა ბუნებით, არამედ მადლით განიღმრთოს და შევიდეს სასუფეველში. და აი ეს სრულდება ამ ცნებების აღსრულებით. როცა ადამიანს ექცევ ისე, როგორც გინდა მოგეცნე შენ, არა აქვს მნიშვნელობა შენი მოყვასია, უცხოა თუ მტერი. ისე უნდა მოექცე, როგორც გინდა მოგეცნე შენ და ღმერთმა ამისი მადლი მოგცეს თავისი კაცმოყვარებით. ამინ.